პირველი შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოს ევროპული გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან პოლონეთის სენატის მარშალი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციები, მაღალი რანგის დიპლომატები, სახელმწიფო სამოქალაქო და ბიზნეს სექტორი. მთავარი თემა არის ასოცირების ხელშეკრულება, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობა და რეგიონული უსაფრთხოება. სიტყვა ჰქონდა პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოს გადავიდა ახალ ეტაპზე და ევროინტეგრაციამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან საშინაო პოლიტიკაში გადაინაცვლა. ჩვენ ბათუმს და მერაბ წულუკიძეს ჩართავთ პირდაპირ ეთერში. მერაბ გისმენთ. საქართველოს ევროპული გზა არის ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ბათუმში მე-11 იმართება, თუმცა წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები. სწორედ ასოცირების ხელშეკრულება იყო მთავარი თემა მისასალმებელი სიტყვისა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მან აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ძვრები იყო იმისთვის, რომ საქართველო მისულიყო ასოცირებამდე. მან აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების სიკეთეს მალე იგრძნობს ქართველი მოსახლეობა და ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ეს სიკეთეები გახდება მიმზიდველი ოსი და აფხაზი მოქალაქეებისთვის და ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის და ამ კურსს საქართველო არ შეცვლის. პრემიერ-მინისტრის შემდეგ მონაწილეებს მიმართა ბოგდან ბორუსევიჩმა, ეს გახლავთ პოლონეთის სენატის მარშალი. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი არის მაინც ქვეყანაში ევროპული ფასეულობების დანერგვა და ამაში საქართველოს განსაკუთრებით დაეხმარება პოლონეთი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გაფორმება ახალ შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. თავად ეს მოვლენა არის არა დასასრული, არამედ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით საქართველო გადავიდა ევროინტეგრაციის ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე. ევროინტეგრაციამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან საშინაო პოლიტიკაში გადაინაცვლა. საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები. რეფორმები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც შეუქცევად გახდის საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს. მე გახლავართ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე და პირადად ვუწევ ზედამხედველობას ყველა შესაბამის აქტივობას. ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებთან და მის ხედვასთან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა კონცენტრირებულია თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაზე. იგი ემყარება ისეთ მთავარ პრინციპებს, როგორიცაა ეკონომიკური თავისუფლება, კერძო საკუთრების დაცვა და პატივისცემა და მიზნად ისახავს სოციალური დაცვისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას. არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა არ განიხილებოდეს გრძელვადიან ჭრილში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი პასპორტები მომხიბვლელი გახდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ჯერა რომ ევროკავშირიდან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთვის არის ისტორიული თარიღი. ეს შეთანხმება განსაზღვრავს თქვენს ურთიერთობას ევროკავშირთან. ასოცირების ხელშეკრულება არ მოიცავს მხოლოდ ვაჭრობასა და ეკონომიკას, ეს არის დაახლოება ძალიან ბევრ სფეროსთან. რაც შეეხება შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს, უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული რეფორმები სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში. ასოცირების შეთანხმება არ არის მხოლოდ ფინანსური სარგებელი, ეს არის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის განვითარება. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისგან, რომ საქართველოს მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულებისთვის მზად არის. კონფერენცია არის საკმაოდ წარმომადგენლობითი და მის მუშაობაში მონაწილეობენ საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. კონფერენციას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა იმ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს 1 წლის განმავლობაში მიაღწია გასული კონფერენციიდან დღემდე. კონფერენცია უკვე იყურება წინ არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და უკვე ამ თემებზე ვსაუბრობთ. მე დღეს მისასალმებელ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ეს არ არის ცალმხრივი გზა,
ხოლო ჩვენ არ უახლოვდებით ევროპას. ეს არის ორმხრივი გზა, ევროპა უახლოვდება საქართველოს და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ევროპა არის მრავალფეროვანთა ერთობა და თითოეულ ერთს, თითოეულ სახელმწიფოს თავისი წვლილი შეაქვს აი ამ მრავალფეროვნებაში. უნდა მოვახერხოთ ახლა ძალიან სერიოზული ამოცანის შესრულება. დავნერგოთ ევროპული სტანდარტები იქ, სადაც დასანერგია და შევინარჩუნოთ ქართული კულტურა, ჩვენი იდენტობა, სადაც ეს შესანარჩუნებელია. საქართველოს ევროპული გზა არის კონფერენცია, რომელიც უშუალოდ ამჯერად მიეძღვნება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს სამოქმედო გეგმას. რაც მთავარია, ორივე მხარე, ევროპაც და საქართველოც ამ სრულ იმპლემენტაციაზე ამ შეთანხმების ფიქრობ და გადასული ვართ უკვე დაგეგმარებაზე. საქართველოს არჩევანი და გზა ევროპისკენ არის, რა თქმა უნდა, ის არჩევანი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა და ამ არჩევანს ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს. ეხლა მთავარია ყველამ ერთად თელმა საზოგადოებამ ჩავდო დიდი შრომა იმაში, რომ განხორციელდეს ყველა პუნქტი ამ შეთანხმების. კონფერენცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს ევროინტეგრაციის სხვა საკითხებთან ერთად განიხილება სიტუაცია უკრაინაში. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას მშვიდობიანად იქ არსებული კონფლიქტი და რა საფრთხეებს შეიცავს ეს სიტუაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. კონფერენცია დღეს დასრულდება და შემაჯამებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ბათუმში მიმდინარე კონფერენციას მელარ ბრძოლუკიძე აშუქებს. მადლობა მერაბ.